აგრესიული მიმართულებით საუბარი ზოგადად ადამიანს აიძულებს რომ უბრალოდ არ გაიხსნას და თუ ამ ფორმით შეიჭრებით თქვენ ეცდებით რომ რაიმე უთხრათ ან რაიმე ურჩიოთ რომც აბსოლუტურად მართალი იყოთ რომც აბსოლუტურად რეალობა აუსახოთ და დაუდოთ თვალწინ ის უბრალოდ ამას არ მიიღებს ანუ ქვენსახურებელთა მოიყვას ენათქმულად მოუბარი აქედან გავაბნიარე არიან გველები რო აშუაშია ეხლა გველები კაცო ხომი შერაცავთ კი გასაგებია უბრალოდ აგრესიული ტონი პირველ რიგში ძალიან დიდი პრობლემაა ამ ხრივ ფსიქოლოგიურად სწორი მიდგომა უფრო მოიაზრებს ლოიალურად მიდგომას მათი პრობლემასთან არა დაჯახებას არა წერტილოვან დარტყმას არამედ გააზრებას და მუშაობას ეტაპობრივად ანუ პირველ რიგში რგოლები მინდა დავასახელო ოჯახი სკოლა და სამოქალაქო ცნობიერება. პირველ რიგში საზოგადოება დიახ. ბავშვის პრობლემა ოჯახში, ბავშვის პრობლემა სკოლაში. უცნაური იმიჯის გამო აღარ განვავრცობ იყო ამაზე საუბარი. მოქალაქეების დამოკიდებულება უცნაური იმიჯის გამო ამ ადამიანის მიმართ, რომელიც შემდეგ იძულებული ხდება და უკვე მოსწონს ის მდგომარეობა, როცა საზოგადოებაში აღარ არის, როცა აღარ აკრიტიკებენ, აღარ უყურებენ ესე რაღაც ცალი თვალით და მოკლედ უსამართლოდ არ ექცევიან. და ვინაიდან თუ არსებობს თავისუფალი აზრის გამოხატვის თავისუფლება, იმიჯით იქნება ეს თუ რავი მოქმედებით თავარია, სხვას არ უნდა და დაიმხონ ყველაფერი თუ უნდათ. იყო ესეთი შემთხვევები, როცა ეს ფსიქოლოგიური პრობლემები ცალკე თემაა, მაგრამ ტრაფიკინგიც არსებობს ამ ხრივ, ანუ რა მიმართულებით კონკრეტულად. როცა ადამიანი გამორბის სახლიდან, მოდი მოზარდი, გამორბის სახლიდან და როგორ უნდა იცხოვროს, ხომ? რაღაც საკვები ლუგმაბური სჭირდება. ანუ ვისაც რისი ნიჭი აქვს, ზოგი ხატავს თავის ნახატებს ყიდიან, ზოგი პაზამკაში დგას უკრავს და ასე შემდეგ. ძირითადად ანუ ესეთი ადამიანების სამიზნე, რომელიც იღებენ ფულს იმაში, რომ მიუყვანონ ადამიანი კონკრეტულ რა ვიცი ორგანოებს რისთვის გამოიყენებენ ეს ადამიანები ან ორგანოების სჭირდებათ და შემდეგ გადაყავთ ქვეყნიდან ან უფრო ადამიანებზე აქცენტი რომლებსაც აქვთ დროში ულიმიტო აქვთ დრო ანუ არ მიდიან სახლში ქუჩაში ცხოვრობენ ხა რომელსაც აირჩევდნენ სამიზნედ ხო თავისთავად იმ ადამიანებს იყო ფაქტები რომ გაიყვანეს ბავშვები ტრაფიკინგის ფაქტები არის უბრალოდ პირველ რიგში ეს ამის ხსენება და ამის აღნიშვნა საჭიროა იმისთვის რომ მშობლებმა უფრო დიდი ყურადღება მიაქციონ ანუ საფრთხეს ჩახედონ თვალებში რომ არა მარტო იქ დგას და პახაობს ეგრეთ წოდებულ პახაობას უწოდებენ არა მარტო იქ დგას და პახაობს იმის საფრთხეს არსებობს რომ უბრალოდ მოიტაცონ ეს ბავშვი გააბრუნონ როგორც წამლებით და რა ვიცი გაყიდონ ორგანოები ვინ არიან ეს ადამიანები კონკრეტულად ამ ადამიანებს არა გასაგებია რომ შეიძლება არ იცით დანამდვილებით იცით არა ჯერ ინფორმაცია გავიგოთ ვიცით ეს ყველაფერი გია რასაც აიცი და ის იცი რომ წებოს ხმარობენ ის იცი რომ იპარავენ ის იცი რომ დანაშაულს ჭადიან ის იცი რომ თითებს ის გამოსავალი ერთი ფაქტი მაინც იცით თქვენ რომელიც გაუყვანიათ და კონკრეტულად ტრაფიკინგის შემთხვევა კონკრეტულად იცით მიდიან იმ ბავშვებზე რატო მიდიან კონკრეტული ადამიანი ამას არ აკეთებს ამას აკეთებს თითოეული მოქალაქე რომელსაც აქვს სამოქალაქო ცნობიერება და სამყაროს კონცეფცია ზოგადად არასწორად ჩამოყალიბებული თუნდაც ანუ დღევანდელი თაობა რომელიც ამ ემო კულტურას პანკ როკ გოთ კულტურას მიეკუთვნება არის ლოზუნგი მოკლედ ნებისმიერი ძალადობა უგუნურება აქედან გამომდინარე მათზე ძალადობა იწევს უფრო გამძაფრებით პროტესტს ეს ვენების დასერვა და ასე შემდეგ ეს ფსიქიკური რღვევა ფსიქიკური მოშლა არ არის იმიტომ რომ ეს ტრადიციაა ესეთი ვთქვათ მიღების რიტუალია სხვადასხვა ფორმა აქვს ამას სხვადასხვა მიზეზით აკეთებენ უმრავლესობა მათგანი უბრალოდ შვებას იღებს ამით იმ რაღაც წესდების მაგვარია სიტყვაზე მე რომ მიგიღო შენ უნდა გააკეთო ეს არის ესეთი რამე მოქმედებს დღესდღეობით სახელმწიფო აი ამ ყველაფრის მიმართ პროტესტი იმ ისეთი ადამიანების მენტალობების მიმართ პროტესტი რომლებსაც ნუ ალბათ გეცოდინებათ ნუ ხვდებით როგორი ანუ კონკრეტულად ხوار აქვს იმიტომ წესდება სექტა ანუ ვინმე ხوار ავალებს რაღაცა რიტუალური ხომ არ არის ეს დასერვა თუ ეს ყველა თავისთვის სხვადასხვა დროს თვითონ სხვადასხვა მიზნით ხდება ანუ რიტუალური ფორმით ანუ ვინმე არ ავალებს ან რამე წესდება არ არის ან რაღაცა იერარქია თუ არის რაღაც იერარქია ხომ არ არის 16 წლის 17 წლის ბავშვი არა ვინმე უფროსი ხომ არ ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს ხوار მართ ზეწოლის ამსახველობა ზეწოლა არა ფსიქოლოგიურად